თუ მარხვა დავარღვიე, რა შემთხვევით ან მუცელი ვერ შევიკავე. რა უნდა გავაკეთო? გთხოვთ ორივეს გუპასუხოთ. რა არის იმ? ჩვენ ხო უცოდველები არა ვართ. შემთხვევითაც შეიძლება ადამიანმა დაარღვიოს და იმითიც რომ რაღაცა ძალიან მოუნდეს და უბრალოდ ვერ შეიკავოს თავი. მაგრამ ღმერთი ხო მოწყალია. ხო მოწყალია ღმერთი. თუ ჩვენ ვთხოვთ რომ გვაპატიოს, არ გვაპატიებს. გვაპატიოს. ამიტომ თუ რამე შეგვეშლება, იმას დიდი ნერვიულობა კი არ ჭირდება. უბრალოდ გულწრფელად უნდა ვთქვათ, რომ უფალო გვაპატიეთ, ჩვენ ვეცადოთ, რომ იგივე აღარ გავიმეოროთ. ჩვენს თავს რასაც შევატყობთ, რომ შეგვეშალა, ვეცადოთ, რომ გადავწყვიტოთ, რომ ეს აღარ გავაკეთოთ, მაგრამ შენდობაც ვითხოვოთ. თუ კიდე მოხდა და კიდე ჩავარდით იგივე ცოდვაში, არც მაშინ არ გავიხეთქოთ გული, მაშინაც შენდობა ვითხოვოთ. უბრალოდ ცუდი იცი რა არის, წინასწარ რომ მოიფიქრო ადამიანმა, რომ აი ახლა მე უნდა ცოდვა ჩავიდინო. წინასწარ არ დაგეგ. აი მაგალითისთვის ვიტყვი, ძალიან ადვილად რომ გაიგოთ. მე ხა პატარავიდან ფეხბურთი მიყვარს და ამ ენაზე უფრო კარგად საუბრობ ხომ, მით უმეტეს ბიჭებთან. ხო გიყვართ ფეხბურთი? პენალტი ხო იცით რაც არის? დაუშვათ პენალტი დაინიშნა. ვიღაც მიდის პენალტის დასარტყმელად და წინასწარ განზრახული აქვს რომ ააცილოს ბურთი. ეგ ხო ღალატია გუნდისა. ხო ღალატია. აბა წინასწარ ვფიქრობ რომ მე ახლა ავაცილ. გადაწყვეტილი რო გაქვს რომ სპეციალურად გააფუჭო. ხო ღალატი იქნება შენი გუნდის. მაგრამ აი მონდომებით რომ მიხვიდე რომ გაიტანო და მაინც რო გაგიფუჭდეს, ეგ ღალატი იქნება? ეგ არ იქნება. აი ამ შემთხვევაში წესე. ჩვენ თუ ვცდილობთ რომ უფალს უერთგულოთ, მაგრამ მაინც ვარდებით ცოდვაში, ეგ იმდენი დანაშაული არ არის. აი წინასწარ შენ რო გინდა რომ ცოდვა ჩაიდინო, ეგ უკვე ცუდია. აი მაგალითისთვის ვიტყვი. შეიძლება ქუჩაში მიდიხარ და ვიღაცას შემთხვევით დაეჯახე და წაიქცა. რაღაცა დაიზიანა. ხო ცუდია, უნდა მიხვიდე წამოაყენო, მაგრამ აი წინასწარ ვფიქრობდე რომ მე ახლა გავივლი და ძალით დავეჯახები, ეგ არ შეიძლება. ესმით. თუმცა სინანული ყველაფერს შველის.